შალვაშურის სამძებნელი. თას ქორებულად კიოდა. მე მონადირე მეგონა მას თურმე გულის ტკიოდა. გულს ერჭვა თეთრი ისარი. კილოზე სისხლის დიოდა. თავის თავს არ ასჯავრობდა. თანასწორებს ასჩიოდა. 200 თურქის მომკვლელი უომრობას ასჩიოდა. ეს შალვა, ეს ახალციხელია, რომელმაც იხილა საქართველოს აღზევება და იმ დღეს გარნისის ველზე ზუსტად 801 წლის წინ საქართველოს დაცემა. როცა ერთი მეომარი მეორეს არ მიეხმარა, როცა ბრძოლის ველზე მეომარმა მეომარი მიატოვა. როცა დახმარებას ითხოვდა ავანგარდი და ძირითადმა ძალებმა არაფერი გააკეთეს. შალვა ითხოვდა დახმარებას, რადგან ის იყო მეწინავე ლაშქრის მეთაური დაახლოებით 15-20,000-იანი დაჯგუფების, რომლის სტრატეგიული მიზანი მტრის პირველი დარტყმის მიღება იყო თავის თავს და მისი დაქსაქსო. შემდეგ უნდა ჩართულიყო მასში ძირითადი ძალები და დაეკავებინათ პოზიციები, მეთოდურად უნდა გაენადგურებინათ მტერი და მოეპოვებინათ გამარჯვება. ეს იყო ჩვენი კლასიკური ბრძოლის სტილი თამარის და ლაშა გიორგის პერიოდში. მაგრამ ასე არ მოხდა. გარნისის მიდამოები თუ რუკაზე გინახავთ ან ამყოფი ხართ ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეს არის ღრმა ხეობები, ბორცვები და გორაკები და დაბლობები. დაბლობში ჩასული ქართული დაჯგუფება ეს არ იყო უბრალოდ დაჯგუფება, ეს იყო სიკვდილის მანქანა, რომელიც მტერს უბრალოდ ცოცხალს არ გაუშვებდა და ასეც იქცეოდნენ. ისინი შექმნილები იყვნენ საქართველოსთვის, ისინი შექმნილები იყვნენ იმისთვის, რომ ეომათ საქართველოსთვის და ასეც მოიქცნენ, ერთი მეორეს მიყოლებით დაიხოცნენ. შალვა ტყვედ ჩავარდა, თუმცა არ დანებებულა, რადგან ის უბრალოდ გაკოჭეს. მისი ძმა ხევში დაიღუპა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სხვა მრავალ ჩვენს მეომართან ერთად ქვათაცემაში მოყვა და დაიღუპა. ამას კი ყველაფერს შვიდად უყურებს მხარგრძელი და მისი გენერალიტეტი. არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ პანიკურად უკან დახევას იწყებენ და აქაც ამ პანიკის გამოც ბევრი ქართველი მეომარი გზაში იღუპება, ხევებში ცვლიდება. შალვა კიდევ ერთი წელი იყო დაახლოებით ცოცხალი. მაგრამ აი იმ დღეს გატყდა საქართველო. თუმცა არ მოხდა. მასმერია რომ ვიბრძვით ერთ აზრობისთვის, ერთ ხორცობისთვის, ერთ სულოვნებისთვის, მაგრამ მხოლოდ სამრეწველოებში ვართ. მაშინ დაიწყო მთელი უბედურება, როცა ჯალალედინის არმია აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია. გადაიწვა თბილისი, ულამაზესი დედაქალაქი, იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი, უდიდესი ბიბლიოთეკით, ძალიან ძვირფასი და დიდი განძით. აოხრდა ნაფერები და ნათაყვანებელი ქვეყანა. დაეცა ქართველი. იმის მიუხედავად, რომ ბევრჯერ ვეცადეთ წამოდგომას, იმის მიუხედავად, რომ მქონდა აღმაფრენები, გარნისმა ჩვენ დღემდე დაგვიტოვა ის იარა, რომელიც როგორმე უნდა მოვიშოროთ.